საღამოშიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა გადავხედე ჩემს ვიდეოებს 91,000 ადამიანს უნახავს და რამდენი კომენტარია ღმერთმა იცის იმასაც წაიკითხავს ძირითადად ისეთი ბრმა ადამიანების დაწერილი, რომელიც ვერ ხედავს სინამდვილეს და მოდი რა, აი ეს ერთი კომენტარი ავირჩიე. ვინმე ამ ქალს სერიოზულად აღიქვავთ? აი ადამიანი კითხვას უშვებს ინტერნეტში რა. ჩემს გულისხმობს რა თქმა უნდა. ამ ადამიანს თავისი საკუთარი აზრი რო არ გააჩნია, აშკარად ეტყობა და სხვისგან უნდა რომ დამტკიცება და განმტკიცება მიიღოს. და სამწუხაროდ მეგობრებო, აი ასეთი ადამიანებისგან შედგება ჩვენი მოსახლეობის 99%. მხოლოდ 1% არის აზროვნებაუნარიანი და რომელსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი. რომელსაც არ ეშინია საკუთარი აზრის გამოტანის. და რომელსაც არავინ არ სჭირდება იმისათვის, რომ დაუმოწმოს, რომ კი, აი ეს გოგო ნორმალურია ან არ არის ნორმალურია. გესმით, აი სამწუხაროდ მხოლოდ 1% შეადგენს ასეთ საღ აზროვნების ადამიანს, რომელსაც სხვისი აზრი არ სჭირდება თავისი გააჩნია. დანარჩენი 99% წვალობს და ჯახირობს და ხან ვის ეკითხება და ხან ვის ეს გოგო მითხარით ვინ არის და ნორმალურია თუ არა. და რაში გამოიხატება მაინც ჩვენი ნორმალურობა და არანორმალურობა ამ სოფელში საშინა და ამ საზოგადოებას საშინა, ხო? საინტერესოა ერთი ეს საკითხი განვიხილოთ ნორმალურობას, რას ვეძახით ჩვენ და რა არის თქვათ მიღებული და რა არ არის მიღებული. ესე იგი თუ დღეს კატეგორია საზოგადოების, თუნდაც აქტივისტების არ ემსგავსება იმ ხალხს, რომელი ხალხიც დღეს მორგებულია საზოგადოებას, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ეჭქვეშ არიან და აი ასეთ ადამიანებს ცოტა ალმაცერად უყურებენ. სხვათა შორის აი ამ დღეებში ჩემს ვიდეოებს თუ გვერდს თუ რა ვიცი რას აკვირდებიან ბატონი მიხაილ საგარელი, რომელსაც პირადად ვიცნობ და ჯაჯო აკვირდება. ხო? ჯაჯანიძეს გადაცემა რო აქვს. საინტერესო ის არის, რომ მე ამ ადამიანს მივწერე ჯაჯანიძეს და სხვათა შორის ველოდები პასუხს თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით. და ძალიან გამეხარებს თუ მომწერს ჩემი ბებია იყო ჯაჯანიძე და ძალიან პატივს ვცემ ასეთ ამ გვარს სხვათა შორის. რაც შეეხება იმას, რომ ვარ თუ არა, ვინმე აღიქვავს თუ არა სერიოზულად, ეს რა თქმა უნდა, როგორც ადრე გაგიცხადეთ, ახლაც გეტყვით, რომ ეს ჩემ ინტერესებში არ შედის, ვინმე აღიქვავს თუ არა სერიოზულად. თავარია ის, რომ მე აღვიქვავ ჩემ თავს სერიოზულად და მე ვიცი ჩემი უნარებისა და ჩემი ფასი ვიცი და ჩემს თავს მე თვითონ ვაფასებ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ერთ-ერთი უნარი, რომელიც ადამიანს წაართვეს დღესდღეობით. და მიხარია ესეთი ადამიანების, რომლებიც საკუთარ თავს აფასებენ არა გადამეტებით. ივანე, დედიკო, ლაივში რა ვარ და ისა რა ქვია, საუბრობ, ხო? ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, კარგი? ხო. თავის თავს რო ადეკვატურად აფასებს და თავის შეფასება რო შეუძლია თავად შეფასება და რო არავის კიდევ დამოწმება და აღიარება არ შეიძლება, აი ესეთი ჯანსაღი ადამიანები, მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ, რომ რო არსებობდნენ ასეთი ჯანსაღი ადამიანები, ხო? ჩვენი საზოგადოება გაცილებით წინ წავიდოდა. გაცილებით იქნებოდა, როგორ ვიცით, აი არ დასჭირდებოდა აღიარება არის ყველაზე დიდი ტკივილი დღევანდელი საზოგადოების. თუნდაც ეს ყველანაირი მიტინგი, რომელიც ეწყობა დღევანდელ დღეობაში, ხო? ესეც აღიარების ტკივილია და კივილია. თუნდაც ის გამოსვლები, რომელსაც ადამიანი აწყობს, რომ ჩვენ გადავარჩენთ რაღაცას, აი სრული აბსურდი რა, რაღაცას რო გადაარჩენ, ეხლა შენ
იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებაც უკვე მიწასთან გაწოლებულია. როცა 92 წელს მთელი საქართველოს ფეხზე იდგა და ეს ხალხი დასცეს, ხო? იმათმა ვერ გადაარჩინა ვერაფერი. პრეზიდენტი მოუკლეს, სუვერენობა წაართვეს და ყველანაირად ამოუტრიალეს საქართველოს ქართველებს. ამ დროს ვერ გადაარჩინა, როცა ყველა ფეხზე იდგა და დღეს ვიღაცას რაღაცის გადარჩენა კიდე ილუზიაშია. კი ბატონო, არ არის პრობლემა, ეს იყოს, მაგრამ ძირითადად ეს ილუზია გამომდინარეობს იქიდან, რომ აღიარების ტკივილი აქვს ადამიანს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დაწყებული ქრისტეს ამაღლებიდან დღემდე კაცობრიობას აქვს აღიარების ტკივილი. რატო ახლა გეტყვით? ძალიან მოკლედ ვეცდები, რომ თქვა რა ეს ყველაფერი რა ხდება. როდესაც მე-4 საუკუნეში, როდესაც კირილ პირველმა დაიწყო უკვე შემცირება იმ საზოგადოების, რომელიც აზროვნებდა, რომელიც ფლობდა მეცნიერულ ცნობებს, რომ ქალი იყო ეს თუ კაცი და კირილ პირველი, რომელიც ამ ძალაუფლება მოყვარული პიროვნებაა და ცდილობს, რომ ქრისტეს სახელი გამოიყენოს იმისათვის, რომ ძალაუფლებაში მოვიდეს, შეცვალოს სრულიად იმდროინდელი საზოგადოების ფორმირება მოახდინოს, საზოგადოების აზროვნების მეცნიერი ქალები დაწვას ჩაქოლოს. აი, როდესაც ეს კირილ პირველი ცდილობს ამ ყველაფერს გამოუვას სხვათა შორის ქრისტეს სახელით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქრისტეს სახელით ის მიაღწევს იმას, რომ სრულიად მეცნიერებს გაანადგურებს, სრულიად მეცნიერ ნამუშევრებს გაანადგურებს, რასაც გადამალევენ და რასაც მოასწრებენ, ისინი ხო გადაიმალება, რა თქმა უნდა, წერილები, რომელიც ახლა გამოდის, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ დღიდან მოყოლებული კაცობრიობას აღიარების პრობლემა აქვს. რატომ ახლა? რატო? იმიტომ რომ ვინც განუდგა ნიკიას კრებას, რომელიც არასას იყო როგორი ამაზრზენი კაცების მიერ შეკრება, იცით რომ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რომ ამაზრზენი კაცობრიობა, რომელიც ერთად ხდება, ქრისტეს სახელი მკვლელობებს ახორციელებს და შემდეგ რომელი მამაც აი ამ ნიკიას კრებას განუდგა, იმ მამას სასულიერო პირს ყველას კლავენ და ყველას წვავენ. შანს არ აძლევენ იმისას, რომ ქრისტიანულმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა სულმა გაიხაროს ამ დედამიწასა ზედა. შემდეგ აი ამ ნაწერებს, რომლებიც მანამდე იყო, ქონდათ, არა 1000 გვარი, აი თქვენ წარმოიდგინეთ 4 კი არა ხალხო. სულ ცოტა 70 ადამიანის მიერ ნაწერი ქონდა ჩვენ ქრისტეს სწავლებების, იცით, 70 მოციქულის. და აქედან მხოლოდ 4-ზე დაიყვანა ეს აი ამ კაცური პოლიტიკის მატარებელმა ვითომ წმინდა მამებმა ესე ბრჭყალებში ჩავსვავ რა. და დღეს კონსტანტინე პირველი აყავთ როგორ რანგში, იცი რა, ეს იყო წმინდანი, რომელიც ძლივს მოინათლა, ისიც სიკვდილის წინ მოინათლა. და აი კონსტანტინე პირველის გაღმერთებული ადამიანები დღეს მართავენ სრულიად რელიგიებს და ადამიანების აზროვნებას. თუ კი ოდნავ განსხვავებულ აზრს დაინახავენ, მოისმენენ და სადმე გაჟღერდება, მაშინვე გაიხსენეთ ნაზი შამანაური, კლავენ, მაშინვე ჯვარს აცმევენ და მაშინ სულ არ აინტერესებთ ის ქრისტიანია, ქალია, დედა, მამა, შვილია, რა არ აინტერესებთ, ესენი არაადამიანური ცნობიერების მქონე კაცობრიობის მმართველი სისტემები არის. და აი ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, პროპაგანდას უწევენ შემდეგ ჩემნაირების წინააღმდეგ, რომ აი ეს ადამიანი არანორმალურია და არაერთი ადამიანი დააკვირდეთ ჩემს კომენტარებში, რამდენი მემუქრება საგიჟოში ჩაჯდა. ეს გოგო ნორმალურია, ამ გოგოს ჯანმრთელობის ცნობა აქვს, აი დააკვირდით. ერთი და იგივე ტექსტია ასეთი ადამიანების მიერ ყველანი სამწუხაროდ
იქნა აი ამ სისტემის მიერ მოკვეთილი. საგიჟეში გაგზავნილი ან ციხეში მაგრად ნაცემი და გაუბედურებული. რატომღაც პოპულარული გავხდი ამ ბოლო დროს, ძალიან პოპულარული აი ამ ილია მეორის განცხადებით და რატომღაც ძალიან საშიშად აღმიქვავს უკვე არ ვიცი რომელი საზოგადოება, აბსოლუტურად საზოგადოება რომელიც ვერც ილიას ვერ იცავს და ვერც თავის სამშობლოს ვერ იცავს, ამ დროს რომ ჩემს წინააღმდეგ აიფოფხა კისერი და რაღაცეებს წერს. აი წარმოგიდგენიათ ესეთი კატეგორიის ადამიანები, არ ვიცი, ბოტები, ტროლები, დაქირავებული სისტემის ხალხი თუ ვინ არიან ესენი, არ ვიცი, მაგრამ არსებობენ, რომლებიც ძირითადად იმუქრებიან საგიჟეთში წაყვანით, სიკვდილით, ანუ პირდაპირ მუქარაზე გადადიან, წყევლით და სხვადასხვა იმის მაგივრად რომ გაიგორას ლაპარაკობ და ვიმშელოთ ამ თემებზე, სხვადასხვა მუქარებით. და მინდა გითხრათ ერთი რამ რა. არსებობენ სულები, რომლებიც მოდიან ამ დედამიწაზე და არ ეპუებიან. არ დრკებიან, არ ეშინიათ. ესეთი სისტემის წინააღმდეგ არც ერთ ნაბის უკან არ დგავენ. და ერთ-ერთი ასეთი სული აღმოჩნდი მე და ასეთი სული ვარ, რომელიც ერთი წამითაც არ შეეპუება იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოში ხდება. სიტყვის თავისუფლება მთლიანად გამქრალია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, როდესაც განსხვავებული აზრი გვაქვს და განსხვავებული აზრის გამოვთქვავთ, თუნდაც მე, სხვა, კიდევ სხვა, ხო? აი ასეთ ადამიანებს საშიშად აღიქვავენ, ხო? და შემდეგ აი ასეთ ადამიანებს ძირს უთხრიან, თუნდაც სოციალურ სფეროში, თუნდაც საზოგადოებაში, ხო? წარმოგიდგენთ ეს პოტენციალი იმაში რომ გამოიყენონ, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის რაღაცა გააკეთონ, რა მაგრა წინსვლა გვექნებოდა, მაგრამ არა. ამათი პრობლემა არის ის, რომ თუ კი თვითონ მოხდნენ ამ სისტემის მონობის ქვეშ და ვერ დაიხსნეს თავი, ნებისმიერ ასეთ ადამიანს კლავს შური და კლავს ბოღმა ის, რომ სხვა ადამიანმა მოახერხა ეს. ამიტომ ყველა ღონეს იხმარს, თუნდაც არ გადაუხადონ, ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ის ადამიანი, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა, გაიხსენეთ მაგდანას ლურჯა, გაიხსენეთ ნებისმიერი ნაწარმოები, სადაც ადამიანი თავისუფლებას მოიპოვებს და შემდეგ რომ საზოგადოება ჩაქოლავს. ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ჩაქოლონ ეს თავისუფალი არსება, რომელმაც მოიპოვა თავისუფალი სიტყვა. სიტყვის უფლება, მეგობრებო, ყველაზე რთული მისაღწევია ამ დედამიწაზე. თქვენ არ გეგონოთ, რომ ან საჭმელი, ან მანქანა, ან ოქრო, ან სახლი, ან რა ვიცი მე, მატერია რთული მისაღწევია. ეს ყველაზე იოლი მისაღწევია, რაც კი ამ დედამიწაზე შეიძლება მოახდინოს ადამიანმა, მაგრამ ყველაზე რთული მისაღწევი, რაც ამ დედამიწაზე ზედა ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ არის სიტყვის თავისუფლება. და როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ამ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ მოიპოვოს თავისი სიტყვის თავისუფლება, როგორ აქამდე ჯერ საგიჟეთში არ მოგახვედრე ეს, რამდენმა გინდა იმთენმა მომწერა. აი აქ უკვე ენთება ადამიანს, აქ უკვე მთელი თავისი შინაგანით ხდება იმას, რომ თუ კი ამან შეძლო, ვახ, მეც შევძლებდი, მაგრამ მე უკვე სხვა გზა ავირჩი. მე უკვე სატანას მოუწერე ხელიო, გესმის? აი ესე შინაგანი ბობოქრობს, გესმის და არ უნდა რომ ადამიანი დაინახოს სიტყვის თავისუფლებით. ასე იყო ქრისტე, მეგობრებო. ქრისტე, რომელმაც სიტყვის თავისუფლებად განიმტკიცა იმ პერიოდში, როცა არანაირი ასეთი სოციალური ქსელები არ არსებობდა, ძალიან რთული პროცესი გაიარა ქრისტემ, მიუხედავად ამისა, მაინც სიტყვის თავისუფლება განიმტკიცა. ხო? აი ამ დროს უკვე ვერავინ ვერაფერი ვერ უქნა, მხოლოდ ისევ და ისევ ვითომ ღვთისმიერმა ხალხმა და
ღმერთთან შეერთებულებმა, აი ამ რაბებმა, რომელმაც ჩვენს ღმერთს შეურაცხყოფო, მოკლეს მართალი ადამიანი. ჯვარს აცვეს, განა მხოლოდ მოკლეს, ჯერ ხო აწამეს. შემდეგ უყურებდნენ, რამდენად გაძლებდა ეს ადამიანი და მაინც რამდენად არ დაეცემოდა, რამდენ ტკივილს აიტანდა და აი ბოლოს მოკლეს და რომ მოკვდა, თვითონვე გაუტყდათ, ისე მაგრა ეინანეს, რატომ იცით მეგობრებო? მარტო იმიტომ კი არა რომ თავზე გადაემხოთ მთელი დაემხოთ მთელი მიწის რა მოხდა იქ ყველაფერი დაემხოთ თავზე მარტო მაგიტომ კი არა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ შესაძლებელია ღმერთისთვის იცხოვრო და შესაძლებელია რომ დიდებაც ვერცხლიც ყველაფერი აღიარებაც კი აი იმ სიტყვის თავისუფლებისთვის გადადო გვერდზე ფუი ეშმაკსო უთხრა და მორჩა ამის შეშურდათ კაიაფას და ანას იმედენად უსუსურები იყვნენ რომ ვერც კი წარმოედგინათ რომ ასეთი რაღაც შესაძლებელი იყო თქვენ წარმოგიდგენიათ ქრისტემ რამხელა კლასი აჩვენა მაგ ხალხს რომ არ მეშინია და ნურჩ შენ ნუ გეშინია მომბაძე შენს კაიაფას უთხრა შენს მომბაძე შეძლებ ჩემნაირი იყო დღემდე ძალიან უჭირს სულს აი ამის გააზრება რომ ძალაუფლება დათმო ვერცხლთმოყვარეობა დათმო პატივმოყვარეობა დათმო სიტყვის თავისუფლების გამო არ შეუძლია ეს დაცემულ სულს ეს არ შეუძლია ამიტომ ის ყველა ხერხს მოძებნის რომ თუ კი ასეთი ადამიანი სადმე დაინახა ხომ ოდნავ ფეხი აქვს გადატრიალებული მაშინვე ჩაიჭერს და მაშინვე ან აწამებს ან ჯვარს აცმევს ან კლავს კარგად დამაკვირდით და გაიგებთ ვინ ვარ სხვა არ უნდა გითხრათ თქვენ მე ვინ ვარ თქვენ უნდა გაიგოთ ვინ ვარ თქვენ უნდა შეგეძლოთ აზრის გამოტანა და დედიკო და მამიკო კი უნდა გეუბნებოდეს ეს კარგი გოგოა და ეს ცუდიო ან მასწავლებელი ან ვინმე გურუ შენ თავად უნდა გქონდეს შენი აზრის გამოტანის უნარი მე ვინ ვარ რომ დამინახო ადამიანს ჩემო გინებამ შეაშინა მაგრამ იმან არ შეაშინა ყოველდღიურად დედები ბავშვებს საწამლავს რო ვაჭროთ კამფეტებისა და შოკოლადების და კოკა-კოლის სახით ეგ არ არის საშიში მაგრამ მე თუ შევიგინე ის წაბილწულია ამის სიტყვასშო გინები ძალიან ეშინია და წყევლისაც ძალიან ეშინია მაგრამ როდესაც შენ შვილს ყოველდღიურად კლავ ჩვენ შვილებს ყოველდღიურად ვკლავთ გინდა იმ საზიზღარი საკვებით რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში იყიდება და ვყიდულობთ და ვაჭმევთ გინდა იმ ბინძური საზოგადოებრივი რა არის მედიაში საზოგადოებრივი არხებით რომელთაც ყოველდღე ვაბინძურებთ ჩვენ ტვინებს ეგ არ არის საშიში მაგრამ თამარინა სარიძემ თუ შეიგინა ის ისეთი საშიშია ყველაფერს ერთად ჯობნის ყველაფერს ერთად უდრის აი ესეთი საშიშია თამარინა სარიძის გინება და წყევლა თურმე აი რისი ეშინია და სადამდე დავიდა ასე ხართ სულის წაბილწვის კი არ ეშინია აი იმან შეიგინაო და იმას ისო საშიშიაო ეშინია გესმის და ის რომ მედიამ 50,000 ტყუილი გითხრა დღეში და შენ მაინც ჩართული რო გაქვს ტელევიზორი ის არ არის საშიში არა ენერჯი დრინკით რო და გამოავსე შენი შვილი არც ის არის საშიში კამფეტები და კოკა-კოლები რომ თხლი შენ მთელი დღის განმავლობაში შენ შვილს არც ის არის ფასტ ფუდით რომ გამოკვება არც ის არის საშიში მაგრამ თამარინა სარიძემ შეიგინა ის არის საშიში
თამარინას არის აღელდა ცოტა სხვანაირად ილაპარაკა განრისხებით ილაპარაკა საშიშია საგიჟეში წავიყვანო ჩქარა დავიჭირო ჩქარა საშიშია საზოგადოებისთვის მე ისეთი კომენტარები წავიკითხე საზოგადოებისთვის საშიშია ეს ადამიანია ჩემზე რომ ვინმე იტყვის საზოგადოებისთვის საშიშია წარმოგიდგენიათ მე თუ საზოგადოებისთვის საშიში ვარ აი გარეთ რო არბევს ის პოლიცია მომიტინგი ადამიანებს ის რაღა არის მაშინ ის ნეიტრალური ვინმეა ისინი იყვნენ იქ და მე უნდა დამიჭირო და მე უნდა საგიჟეში წავიყვანო ყველაზე მთავარი მოსაგვარებელი პრობლემა გამოვძებნეთ თურმე ძაღლის თავისად ყოფილა დამარხული თამარი ყოფილა თავი და თავი ყველაფრის საქართველოში რო ესეთი ვითარება არა ბავშვი ბავშვს აღარ გავს და კაცი კაცს არ გავს ქალი ქალს არ გავს საერთოდ ვინმე ადამიანს გავს აი ესეთი რაღაცები მეგობრებო აღიარების პრობლემა აქვს სრულიად კაცობრიობას დღეს შეერა გონია რა პარლამენტარები რომ მიდიან იქ იმათ არ აქვს აღიარების პრობლემა ნებისმიერი ვარსკვლავი ვინც ხელი მოუწერა სატანას ნებისმიერი პარლამენტარი ვინც ხელი მოუწერა სატანას ნებისმიერი მედია საზოგადო წარმომადგენელი ვინც ხელი მოუწერა სატანას გურუ ექიმი ფსიქოლოგი ვინც ხელი მოუწერა სატანას იმას არ აქვს აღიარების პრობლემა ამ დღეების წინ გავიგე ერთ-ერთმა ჩემი მეგობრის მეგობარმა ფსიქოლოგმა ზრუნვა დაიწყო ჩემს ჯანმრთელობაზე საღად ვარ თუ არა თურმე იმდენი დრო გამონახა რომ ჩემს ვიდეოებსაც ჩაუჯდა და ქალი რომელმაც მანამდე ფსიქოლოგი იყო და მე რესტორანი გახსნა იმიტომ რომ ფსიქოლოგობით ვერაფერი ვერ იშოვა აი ამ ქალმა თურმე ჩემი ფსიქოანალიზის გაკეთება მოინდომა შემდეგ ჩემ ქმართან დარეკვა და ჩემზე საუბარი აი რამდენად ზრუნავენ ჩემზე წარმოგიდგენიათ ძალიან ზრუნვა დაიწყეს ჩემზე ნუ ზრუნავთ ხალხო მე კარგად ვარ საუკეთესოდ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ 3 შვილი მყავს ქმარი გვერდით მყავს საუკეთესოდ ნუ ზრუნავთ აი თქვენს გარშემო რაც ხდება იმაზე იზრუნებთ თქვენ თავებზე იზრუნეთ კაცები რო ვერ ნახეთ შვილებს რომ თვითონ არჩენთ და თქვენს ყოფილ ქმრებსაც რომ თვითონ არჩენთ იმაზე იზრუნეთ თქვენ თავებზე იზრუნეთ არ გინდათ აი ის ხალხი კიდე ჩემს ფსიქიურ ჯანმრთელობაზე რო ამახვილებს ყურადღებას ხო საზოგადოებას შეხედეთ ჟურნალისტებს შეხედეთ რა დღეში არის იმაზე იზრუნეთ და იმათ მოკითხეთ რაღაცები საზოგადოდ დგანან და საზოგადოდ ლაპარაკობ ხან ერთ სიტყვიან ხან მეორე დღე გავა და მეორეს იგივესნაირად შემოატრიალებენ მაგათ ჯანმრთელობაზე არ გინდათ რომ იფიქროთ ამაზე რატო არ იღებთ ხმას ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დამდგარდა ხან ბერას აქებს და ხან ივანიშვილს აძაგებს ეგ რა ფენომენია შეგიძლიათ მითხრათ ან კობახიზე რომ დადგა და ხან ერთ სიტყვის და იგივეს რომ ერე სხვანაირად იტყვის შემოbrunებს და თუ ევროპა მანამდე ცუდი იყო ეხლა კარგია ან პირიქით ამაზე არ გინდათ რომ იზრუნოთ ბოლოს და ბოლოს მათ ხელში ხართ ისინი გმართავენ მე არაფერ შუაში ვარ აგევზივა ჩემთვის ლაპარაკო ჩემთვის ჩემს ოჯახთან ერთად მე არა ვარ პრობლემა ხალხო პრობლემა ის ხალხია ვინც გმართავთ და ვინც დღეს რო ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს იგივენაირად თავის თავს შეეპასუხება აი იმათ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ იმათ მოკითხეთ და ერის მამა წოდებულს რომ
კლინიკურ სიკვდილში მყოფს გარეთ გამოგიშეინებენ და აპარატზე რო უნდა იყოს შეერთებული შვიდასკაც მოგანადგენებენ, აი მის ჯანმრთელობაზე იფიქრეთ ნამდვილად რა. ცოდუა ის კაცი, მაგარი ცოდუა, როცა ადამიანს სუნთქვაც არ შეუძლია და თვალების გახელას და წინ გამოგიშეინებენ და დიდად პატივცემულად შვიდასკაც მოანათლინებენ. ცოდუა ელემენტარულად რა. ის მეც გაიგე, შეიგნე რომ ცოდუა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი კიდე გარეთ გამოასეირო რა. საზოგადოებისთვის არა, ზომბებისთვის და ბრბოსთვის ხარ საშიშიო. ხო, თია, ეგ რა თქმა უნდა ეგრეა. სისტემისთვის ძალიან საშიში გავხდი, იმიტომ რომ რატომღაც რო ეგონათ რომ მე სულელად ჩამთვლი და ხალხი არ ჩამთვალა სულელად და ჩემი ვიდეოები პოპულარობას უგლობენ დღითი დღე. ანუ იზრდება და იზრდება ამის მნახველი. ამას მნიშვნელობა არ აქვს იქ ცუდი კომენტარები წერია თუ კარგი კომენტარები წერია, მაგას აბსოლუტურად სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავი არის ის რომ რა აშინებს სისტემას. სისტემას აშინებს ის რომ შენ ხმას იგებს ხალხი. და თუ კი შენ ხმას სიტყვას ძალა აქვს, ხო? ის ავტომატურად მოქმედებს იმაზე, რომ ის გაიგო იმან, შევიდა, დაიწყო მუშაობა. და აი ეს აშინებს საზოგადოებას, იმიტომ რომ ამაზე სისტემებმა იმსე იმუშავეს, იმდენად იმუშავეს, რომ ეს ხალხი გაეთიშათ და ეხლა მოვიდა ვიღაც თამარ ინასარიძე გეფარტი და უცბად გადმოუტრიალა ყველაფერი რა. და ეს ვეღარ უცბად არა, ნელა-ნელა რა, ესე ძალიან სისტემატურად და ძალიან არ ვიცი როგორ მოვახერხე რაღაცნაირად, რომ უცბად დავუშალე მაგათ მთელი ეს აწყობილი სისტემა რა და ეს დომინო ეფექტი გამოვიწვია, გესმის? აი ეს აშინებთ. ეხლა რომ ვერაფერს ვეღარ მიზავენ, უკვე გვიანია. და აგერ კი ხედავთ როგორი ენერგეტიკული დარტყმები მაქვს. ენერგეტიკულ დარტყმებს ვინ ვერ გაუძლებს ეხლა, რომელი წმინდანის თავი და სხეული ვერ გაუძლებს, ყველა წმინდანის თავი და სხეული გაუძლებს ამას. და ვინმეს თუ აშინებს ის რომ ადამიანი შეიძლება ცხოვრებაში წმინდანი გახდეს, ხო? აი იმის თავშიც მუშაობს ეს სიტყვა. თუ კი აქამდე მესაწყალი და მრუში და მესაცოდავი და მკვლელი აძახებინეს კაცობრიობას თავის თავზე. ახლა მე ყველას თავში შეუშვებ იმას, რაც ქრისტემ თქვა და გითხრა ქრისტემ, შენ ხარ ღმერთი. განა არიცი, რომ შენც და მეც ღმერთი ვართ. ყველანი ღმერთები ვართ ამ დედამიწაზე. და ღმერთი რა არის თუ არა წმინდანი? რისი გეშინია რომ აღიარო რომ წმინდანი ხარ? გეშინია რამის? არა, იმის არ გეშინია რომ აღიარო რომ მკვლელი ხარ, მაგრამ წმინდანი რო ხარ, ეგ მაგის გეშინია რომ აღიარო, ხო? სიტყვის ძალის მიხედვით, თუ არ აღიარე რომ წმინდანი ხარ, როგორ გინდა რომ გაწმინდანდე? სიტყვის ძალის მიხედვით, შენ თავს მრუში და მკვლელი უძახი, მრუში და მკვლელი დარჩები. აი სწორედ ამას მიაღწია ქრისტემ. სიტყვის ძალის თავისუფლებას. თავისუფალი სიტყვის ძალას. და აი ეს თავისუფალი სიტყვის ძალაა, რომელიც არც ერთმა მღვდელმა ამბიონიდან შენ არ გითხრა, რომ შენ ხარ ღმერთი. რაც ქრისტემ გითხრა, ის არც ერთმა მღვდელმა არ გაიმეორა და არ გითხრა, რომ განა არ იცით, რომ თქვენ ხართ ღმერთები და ერთმა რა მითხრა, იცი? ეს ვინც ეზიარება, მარტო ის არის ღმერთიო. ბიჭო, ავშენებულ ვართ იმდენი ეზიარება დღეს, რომ აგერ ამდენი ღმერთიც კიდე იმდენი გყოლია, მაგრამ მაინც ვერ გაიგეს, რომ ღმერთები არიან. ამიტომ ჩემო კარგებო, ქრისტეს მოусმინეთ რა. თუ შენ არ გაქრისტეს სიტყვები მოსმენილი, არაფერი არ გიდგას წინ. ჩვეულებრივ ენაზე წერია, ქართულ ენაზე. წაიკითხე და მოусმინე ქრისტე რას ლაპარაკობს. ვიღაცა მაგრეთ ხარხარებს აქ და ვინ არის ერთი რო ხარხარებს? ჩვენს გვახარხარე რა, გვაინტერესებს. რა ხდება? შენთან რა გახარხარებს? ასე რომ ჩემო კარგებო, ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. ვინ შენზე ცუდი რამე თქვას,
ენა გაუხმოს ღმერთმაო, თუ როგორ არის ნათქვამი? მომენატრით მეგობრებო, მართლა მომენატრით, მაგრამ ხმა ისე ჩახლეჩილი მქონდა, რომ ვერ გიერთდებოდით და თანაც სუსტად ვიყავი, ეხლა სუსტად ვარ ცოტათი, მოვდივარ ძალაზე, ძალა მეძლევა, მადლობა უფალს. ხილება აუცილებელია და დიდ გამბედაობას მოითხოვს, რასაც ბევრი ვერ ან არ აკეთებს. ხო, რა თქმა უნდა, თავისთავად. ზოგ ადამიანს თავისი სახის და სახელის გამოჩენისაც ეშინია, იმიტომ რომ დღეს იმდენად გადავსებული არის ჩხიბავებით, შურიანი ადამიანებით, სისტემით, ეს ყველაფერი სისტემთლიანად ეს სოციალური სფერო, რომ ეშინიათ, უბრალოდ ეშინიათ, ვერ გაუძლებენ ისინი. ასე ფიქრობენ, რომ ვერ გაუძლებენ. ნებისმიერ ადამიანი თუ კი სიმართლეს დაიცავს, ხო, მას ღმერთი იცავს. და ამიტომ მე გითხარით, რომ აწი მეთქი აღარ დაგელაპარაკებით იმაზე ის გავაკეთოთ ეს. იცი რაზე დაგელაპარაკებით? აწი ჩემ თავზე დაგელაპარაკებით, რა მაგარი ვიღაცა ვარ რა. კარგი? ეგრე გავაკეთოთ. შემდეგში მე მოგიყვებით თუ რა გამიკეთებია, რა მიმოღწია, რა პრიზები ამიღია, რა დიპლომის მფლობელი ვარ და რა წიგნები დამიწერა, რა მითარგმნია და ასე შემდეგ. ასე ჯობია რა, თორე ის ბრმაა და ყრუ ხალხი სხვას რომ არ კითხოს, ჩემგან მაინც გაიგოს ვინ ვარ. ჩემი პირიდან მაინც გაიგოს. ხო და ეხლა უცხოს და უკეთეს მე ვეღარაფერს ვერ გეტყვით, გითხარით უკვე ყველაფერი. ყველაფერი გაგიცხადეთ. აბსოლუტურად ისიც გაგიცხადეთ, თამარმების აკლამასად არის. აწი თქვენს შნოზია დამოკიდებული. შნო იცით რა არის? შნო ის არის, როცა გაიგებ და მარტო ეჭუკი არ გეპარება შენში, იმას გადაამოწმებ. მიხვალ ადგილზე, ადგები, წახვალ, ხელს არაფერი შეგიშლის, გადაამოწმებ. გესმით? ოთხი წლის წინ ლაპარაკი დავიწყე, ძალიან გამირთულდა. ახლა იცით რა გამირთულდა? ახლა რო პოპულარობა მოვიპოვე, ახლა ის გამირთულდა, რომ სისტემისთვის გავხდი ცოტა საშიში და სისტემამ დამარცხა. და ბრძოლა ახლა დაიწყო, მეგობრებო, 4 წლის წინ კი არა. ახლა დაიწყო ბრძოლა. ჩემი ხმალაობა ახლა დაიწყო. აბა ფარიც მომაწოდეთ. თორელებო, გადამიდნეთ რამე კარგი ლითონი და მომაწოდეთ ფარი. ხმალიც, ჩემი ხმალი ხომ რაისასაც უქეს. ხო და ხო, ამაზეც ძალიან ეშინიათ. ამ თემას რო ვეხები ხოლმე, თამარ მეფის თემას და გული უსკდებათ, გული. გეგონება ისეთი საშიში თემაა, რომ რა ვიცი რა, დავიქცევით ეს რომ მართალი იყო. გეგონება ესე იყო. აბა შემოკარგებო. ხმალიც აქ მაგ და ფარიც. ფარხმალს ნუ დაყრით, ხელში აიღეთ, ჭიდროთ, დაიჭირეთ, ვიფარხმალაოთ. თუ ასე უნდათ, ასე გავაკეთოთ. გაგოცეთ. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ალბათ ხვალ კიდევ შემოგიერთდებით. არა და ვთქვი, რომ ლაივებს აღარ ჩავწერნით, რატომაც არა, ვიმარიაჟებ ახლა რა.